გაქვთ კითხვები ჯანმრთელობის შესახებ? სურთ პროფესიონალ ექიმთან კონსულტაცია? გადაცემა პულსი სწორედ თქვენთვისაა. რადიო ფორტუნა და კომპანია ავერსი წარმოგიდგენთ გადაცემას პულსი. თიკო დაბრუნდაშვილთან ერთად. იყავით ჩვენთან ერთად და მიიღეთ კომპეტენტური პასუხები თუ რჩევები. პულსი ფორტუნას ეთერში. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ჯანმრთელობაზე ფიქრი და გვეთანხმებით იმაში, რომ ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ იმისთვის, რომ მოგაწოდოთ უახლესი, თანამედროვე და ყველაზე საინტერესო ინფორმაცია ჯანმრთელობის გარშემო. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სასაუბრო თემას. უაღრესად საინტერესო და მე ვფიქრობ საკმაოდ ინოვაციურ კვლევის მეთოდზე. ყოველ შემთხვევაში მეთოდზე, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენება ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და არც ისე ხშირად ქართულ რეალობაში. ამას ყველაფერს გადაცემის პროცესში გიამბობთ, მინდა წარმოგიდგინოთ კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი ნევროლოგი ნინო ხუბულავა, რომელთან ერთადაც ჩვენ ელექტრონეირომიოგრაფიის შესახებ ვისაუბრებთ. მეთოდზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზგასმით უნდა აღვნიშნო. სწრაფად ნახევარ საათში პრაქტიკულად იძლევა საშუალებას მოხდეს დიაგნოსტირება და მონიტორირება პროცესისა. რა აპარატის საშუალებით კეთდება ეს ყველაფერი? რამდენი ხანია რაც ეს აპარატი არის ქირურგიის ცენტრში და რა შესაძლებლობებს იძლევა ეს აპარატი? საკმაოდ მოსულობითი გამოგვივიდა კითხვა ნინო, მოგესალმებით პირველ რიგში, რომ გითხრათ, ანუ რა აპარატზეა საუბარი და რა ფუნქცია, რა შესაძლებლობა აქვს ამ აპარატს, რით განსხვავდება ის ყველა დანარჩენისგან, რომელიც არის თუნდაც საქართველოში სხვადასხვა ნევროლოგიურ განყოფილებებში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ გვაქვს უახლოესი ავსტრიული ელექტრონეირომიოგრაფი, რომელიც აღჭურვილი არის ციფრული ხელოვნური ინტელექტით, რომელიც გვაძლევს საშუალებას კვლევის დრო შემცირდეს, რაც პაციენტისთვის ნაკლებად ტრამვულია, ინტერპრეტაცია მოვახდინოთ მიღებული შედეგების სწრაფად და შესაბამისად დიაგნოზი დავსვათ, რაც შეიძლება მალე და ეფექტურად. და აი რა ტიპის დიაგნოზების დასმა ხდება ამ შემთხვევაში ელექტრონეირომიოგრაფიით? ანუ თავად სახელწოდება გასაგებია, რომ გვეუბნება, რომ ეს არის ნერვული მიმართულებით და არის კუნთების, ანუ ასე ვთქვათ, მიასთენიების და ასე შემდეგ, ხო, კუნთოვანი მიმართულებით. ანუ რა ფუნქცია აქვს, რის დიაგნოსტირების შესაძლებლობას გვაძლევს ეს მეთოდი? ელექტრონეირომიოგრაფია არის კვლევის მეთოდი, რითაც ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ მდგომარეობა პერიფერიული ნერვების, ნერვული წნულების, კუნთოვანი დაავადებების, ეს არის კუნთოვანი დისტროფიების მდგომარეობა, შევაფასოთ კუნთი, ასევე კუნთის მაინერვირებელი ნერვი, ნერვკუნთოვანი გადაცემა, ისეთი მნიშვნელოვანი დაავადებების დროს, როგორიც არის მიასთენია და მიასთენიური სინდრომები, შევაფასოთ ზურგის წვინის წინარქოვანი უჯრედების ელექტროფიზიოლოგიურად და ასევე თავის წვინის პირველი ნეირონების მდგომარეობა. რაც საკმაოდ ფართოდ გამოიყენება ნევროლოგიაში დიაგნოზების დასადგენად და ელექტრონეირომიოგრაფია გახლავთ ნევროლოგიაში ოქროს სტანდარტი ისეთი დიაგნოზის დასასმელად, როგორიც არის გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, მიასთენია, გაფანტული სკლეროზი, მწვავე ინფექციური პოლირადიკულონეიროპათია, ქრონიკული პოლირადიკულონეიროპათიები, დიაბეტური პოლინეიროპათიები, მათ შორის ფართოდ გამოიყენება ნერვის ტრამვული დაზიანების დროსაც. კი ბატონო, დიდი მადლობა მომწურავი პასუხისთვის და აქვე მოდით განვუმარტოთ მსმენელსა და მაყურებელს, რით ხდება ელექტრონეირომიოგრაფიის ჩატარება, ანუ რა აპარატია ეს, რას წარმოადგენს და თქვენ აღნიშნეთ, რომ ინვაზია ნაკლებიაო, ანუ აი ეს დისკომფორტი, თუნდაც ინვაზიურობა, რაში გამოიხატება, რომ კარგად ავუხსნათ მსმენელს? აპარატი შეიცავს რამდენიმე ფუნქციას. პირველი ეს არის ნერვის გამტარებლობის კვლევა, რითაც ჩვენ ვადგენთ ნერვის მდგომარეობას. ეს არის სასტიმულაციო ელექტროდი, რომლითაც ჩვენ ვასტიმულირებთ პერიფერიულ ნერვს და ვიღებთ ნერვის ელექტრონულ პასუხს, რითაც ვიწერთ მას დისტალურად განლაგებული ელექტროდების მეშვეობით, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ სენსორული ანუ მგრძნობიარე ნერვები, მოტორული მამოძრავებელი ნერვები და შერეული ხასიათის ნერვები.
მეორე ფუნქცია, რაც ნეირომიოგრაფს გააჩნია, ეს არის მიოგრაფია. მიოგრაფია ტარდება სპეციალური ნემსის მეშვეობით, რომელიც ჩვენი აპარატის შემთხვევაში არის საკმაოდ დახვეწილი და ნაკლებად ტრამვული. ამას გულისხმობთ თქვენ, როცა ახსენეთ, რომ ეს ბევრად უფრო კომფორტული და ნაკლები ინვაზიურია. ამ მიოგრაფიის მეშვეობით, ანუ ამ ნემსის მეშვეობით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უშუალოდ კუნძზე, კუნთო ან ბოჭკოზე და მის მაინერვირებელ ნერვზე. მეორე კიდევ მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც აქვს ამ აპარატს, ეს არის განმეორებითი სტიმულაცია. ნერვის განმეორებითი სტიმულაციით ჩვენ ვიღებთ მრავალჯერადი სტიმულაციის შედეგად ნერვის და ნერკუნთოვანი შეერთების პასუხს, რითაც შეგვიძლია დავსვათ ისეთი დიაგნოზები, როგორიც არის მიასთენია, მიასთენიური სინდრომები, ასევე მოვახდინოთ ცალკეული ნერვული ბოჭკოს შესწავლა, რაც ამ აპარატს გააჩნია. ასევე აქვს ამ აპარატს გამოწვეული პოტენციალების შეფასების საშუალება, რითაც ჩვენ ვადგენთ გაფანტულ სკლეროზს, ვადიაგნოსტირებთ გაფანტულ სკლეროზს. კი ბატონო. და აი აქვე ალბათ საინტერესო იქნება ხა თქვენ ჩამოთვალეთ და ინვაზია ვახსენეთ და აქვს თუ არა ერთგვარი უკუჩვენებები, ანუ არის თუ არა კატეგორია პაციენტებისა, სადაც არ არის მიზანშეწონილი აი ამ მეთოდის, ამ აპარატის გამოყენება. არანაირი უკუჩვენება მას აპარატს არ გააჩნია. ერთადერთი შესაძლოა თავი იქნას შეკავებული და პაციენტი გაფრთხილებული, თუ პაციენტს აქვს გულის ხელოვნური რითმის გენერატორი. სხვა არანაირი უკუჩვენება ამ აპარატს არ გააჩნია და ამ კვლევას არ გააჩნია. კი ბატონო. აი რამდენი ხანია რაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეს აპარატი გაქვთ? მე ვიცი რომ თქვენ ფაქტიურად აი ამ აპარატის შეძენის დღიდან მუშაობთ ამ აპარატთან და ეს მაინტერესებს, ანუ ამ შემთხვევაში ნევროლოგი თავად აკეთებს ამ აპარატით აი ამ კვლევას და თავადვე უკეთებს ინტერპრეტირებას ამ აღნიშნულ კვლევას, ხო ალბათ ესეა? დიახ, მართალი ვძანდებით. აპარატი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაახლოებით წელიწად ნახევარია რაც არის. თვითონ ნევროლოგი აკეთებს ამ კვლევას, ახდენს იმ მაშინვე შედეგების ინტერპრეტაციას და დაასკვნოს მაშინვე გაიცემა. და აი ამ კონტექსტში მინდა კითხოთ ალბათ ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი, რომელიც დღეს ქართულ რეალობაში, ხომ, თანამედროვე ქართულ სამედიცინო რეალობაში. კადრები, პროფესიონალები, კადრები, რომელიც ყოველთვის ჭირს, ერთია აპარატი, ერთია ვთქვათ ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, რემონტი, დაწესებულების და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეა პროფესიონალი კადრები. მე ვიცი რომ თქვენ იგივე ავსტრიელებთან გქონდათ გავლილი ეს ტრენინგები, ხო, ანუ საკმაოდ ბევრი მუშაობა დაგჭირდათ იმისთვის, რომ დაგეწყოთ სწორედ აი ამ მიმართულებით უკვე, ასე ვთქვათ, ცენტრის ფარგლებში მოღვაწეობა. აი, რამდენად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში კადრის პროფესიონალიზმი, რამდენად აი მე სულ ვკითხულობ ხოლმე, რამდენად ანაცვლებს ტექნოლოგიები ადამიანური ინტელექტს, თქვენ ხელოვნური ინტელექტი აღნიშნეთ და რა თქმა უნდა, მანქანა ძალიან ბევრს აკეთებს, აპარატი მართლაც ძალიან დიდი რესურსისაა, მაგრამ მეორეს მხრივ ვერაფერი ალბათ ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანურ რესურსს და ამ მიმართებით მინდა სწორედ ეს შეკითხვა დაგისვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი კადრის. მეტად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველთვის ზრუნავს საკუთარი კადრის განვითარებაზე და ჩვენ განათლებაზე, რა თქმა უნდა, და ჩვენ გქონდა საშუალება ავსტრიელებთან ერთად შეგვესწავლა ეს აპარატი, არა მარტო აპარატი, არამედ ჩატარების ტექნიკა და პათოლოგიები გაგვევლო მათთან ერთად. და აი აქვე ერთ კითხვასაც დაგისვამთ თუ შეიძლება. თქვენთვის როგორც ექიმი ნევროლოგისთვის, ხომ? ნუ არის პროფესიები, სადაც ტექნოლოგიებს არსებითი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არის სადაც ნაკლებად. ამ შემთხვევაში თქვენთვის როგორც ნევროლოგისთვის რამდენად დიდი შეღავათია, რამდენად დიდი კომფორტია, რომ გაქვთ შესაძლებლობა აი ასეთი თანამედროვე ტიპის აპარატზე მუშაობის და მეორეს მხრივ პაციენტისთვის რამდენად კომფორტულია, რომ მას აძლევთ, ანიჭებთ შესაძლებლობას, რომ აი სწორედ ამ აპარატზე გაიაროს კვლევა, რომელზეც როგორც თქვენ უკვე დასაწყისშიც აღნიშნეთ, ხანგრძლივობა კვლევისა ნაკლებია და მეორეს მხრივ ინფორმატიულობა არის ძალიან მაღალი, სანდო და სარწმუნო ზოგადად, ხო, თუმცა ვიდრე კითხვაზე პასუხს გავცემდეთ რეკლამა ეთერში, ჩვენ სულ მალე დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ.
თქვენ უსმენთ გადაცემას პულსი. თიკო დაბრუნდაშვილთან ერთად. ბრუნდებით სტუდიაში ჩვენ სტუმართან კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ-ნევროლოგთან ნინო ხუბულავასთან ერთად და გავნაბრძობთ საუბარს უაღრესად საინტერესო და მე ვფიქრობ საკმაოდ ისეთ ინოვაციურ თემაზე, როგორიც არის ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევა, მისი თავისებურებები, მნიშვნელობა, ფუნქციები, შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ნინო, საინტერესო მომენტში შეგვაწყვეტინა რეკლამამ. კომფორტი, რომელსაც ექიმს ტექნოლოგიები ანიჭებს, პრინციპში კომფორტი, რომელიც თქვენს ცენტრში და ზოგადად ავერსის ქსელში საკმაოდ მაღალია ექიმებისთვის, იმიტომ რომ ტექნოლოგიების მხრივ ეს მართლაც გამორჩეული კომპანია. ყოველთვის ყველა აპარატურა თქვენთან არის უახლესი, ბოლოთაობის და მართლაც ეს, რა ვიცი, რა დავარქვა, მხოლოდ კომფორტიც არ არის, ალბათ ფუფუნება ნამდვილად ექიმებს გაქვთ. აი ამ შემთხვევაში თქვენ როგორც ექიმ-ნევროლოგს მინდა გითხოთ, რა მხელა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მუშაობთ აპარატზე, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობდით, რომელსაც ამდენი უპირატესობა აქვს, ამდენი, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული სპეციფიკაციით გამოირჩევა. დიახ, გეთანხმებით, ჩემთვის როგორც ექიმისთვის, ექიმი-ნევროლოგისთვის, ნეიროფიზიოლოგისთვის მეტად მნიშვნელოვანი არის უახლოესი აპარატურა, რომელიც აღჭურვილი არის ციფრული უახლოესი ხელოვნური ინტელექტით, რაც მე მაძლევს საშუალებას, როგორც ნევროლოგს, დაზიანების, მინიმალური დაზიანებით მიიღოთ მაქსიმალური დიახ, შეფასება, მინიმალური შეფასებაც, რაც ნამდვილად კომფორტი არის ნევროლოგისთვის და ყველა ექიმისთვის, ვინც მუშაობს და მეთანხმებით ეს ამ მხრივ ქირურგიის ეროვნული ცენტრი და ავერსი გვანებივრებს უახლოესი ტექნოლოგიებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ექიმისთვის, ისე ბუნებრივია პაციენტებისთვის, ხო? პაციენტებისთვისაც ეს მნიშვნელოვანია, არა მარტო ექიმებისთვის. კი ბატონო. და აი რაც შეეხება თქვენი საუბრის დროს თქვენ აღნიშნეთ, რომ ძირითადად დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ხომ ეს მეთოდი, ეს აპარატი. თუმცა მეორეს მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მას მეთვალყურეობის პროცესში, ანუ დიაგნოზი დასმულია, თუმცა პროცესში უნდა მეთვალყურეობა, ხომ? მკურნალობის შეფასება, ასე ვთქვათ, ეფექტურობის და ასე შემდეგ. აი რამდენად მნიშვნელოვანია ვთქვათ დინამიკაში პროცესის შესაფასებლად, მდგომარეობის შესაფასებლად ეს მეთოდი და რამდენად ხშირად იყენებთ მას აი ამ მონიტორირების ფუნქციით, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა ვიყენებთ, ელექტრონეირომიოგრაფია ეს არის კვლევის საშუალება, რომელთაც ჩვენ შესაძლებელია გვაქვს დავადგინოთ ეს დაზიანება არის მწვავე, ქვემწვავე ქრონიკული და არა მარტო დავადგინოთ დაზიანების ხანგრძლივობა, არამედ დავადგინოთ დაზიანება როგორ მიდის მკურნალობის და რეაბილიტაციის ფონზე, ნერვის და დაზიანების აღდგენა ზოგადად, პროგნოზირებაც შეგვიძლია მათ შორის. მკურნალობის ფონზე როგორ მიდის დაზიანების პროგნოზირება. რაც ესოდე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განისაზღვროს რამდენად სწორად მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი, ხო? და აქვე, საიდან ხვდებიან თქვენთან პაციენტები? ანუ ვისი გადმომისამართებით, ვთქვათ, რომელი პროფილის ექიმთან მიდის პაციენტი და ვინ ამისამართებს უკვე შემდგომ თქვენთან, ანუ რა პათოლოგიების დროს, რა პრობლემების დროს და რა ტიპის, რა სპეციალობის ექიმებთან ხვდებიან ის პაციენტები, რომლებიც საბოლოოდ უკვე თქვენი პაციენტები ხდებიან. პირველ რიგში ეს არის ნევროლოგი, რომელიც აქტიურად იყენებს თავის პრაქტიკაში დიაგნოსტიკის ამ მეთოდს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ელექტრონეირომიოგრაფია გახლავთ ანუ გამოკვლევის ოქროს სტანდარტი ნევროლოგიური დაავადებების დროს, როგორიც არის გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, მიასთენია, მწვავე პოლირადიკულონეიროპათია, ქრონიკული პოლირადიკულონეიროპათია. გარდა ნევროლოგის აქტიურად იყენებენ ენდოკრინოლოგები, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის დროს, რადგანაც მოგახსენებთ, რომ შაქრიანი დიაბეტი ხასიათდება პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებით და ეს გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს შეფასდეს დიაბეტის დროს არის თუ არა პერიფერიული ნერვული სისტემა დაზიანებული, შევაფასოთ. ასევე გვხვდება ტრaumatologიური გადმომისამართებული პაციენტები, როცა არის ნერვის ტრამვა, კუნთის ტრამვა, მათ შორის მიკროქირურგები, სისხლძარღვოვანი ქირურგები, როცა არის პერიფერიული ნერვის ტრამული დაზიანება, ნერვის გადაჭრა, ნერვის დაჟეჟილობა, ნეიროქირურგები, როცა არის დისკის თია
თიაქარი და ამ თიაქრის შედეგად ვადგენთ ამ გამოკვლევის შედეგად ვადგენთ არის თუ არა პერიფერიული ნერვური დაზიანებული მეცაც გეტყვით ნეიროქირურგები ოპერაციის შესაფასებლადაც იყენებენ ამ მეთოდს ან დაგეგმონ პროცესში ანუ დაგეგმონ წინა საოპერაციოდ ეს კვლევა იგეგმება და შემდგომ გადაწყვეტენ დისკზე ოპერაციის ჩარევა ხდება თუ არა. ფართოდ გამოიყენება თვითონ პაციენტმაც შეუძლია მოგმართოს. აი რა შემთხვევაში უნდა ჩათვალოს პაციენტმა რომ საჭიროებს თქვენთან კვლევის ჩატარებას მაგალითად. აი რა სიმპტომები, რა გამოხატულება უნდა იყოს რომ ეს შესაძლოა იყოს დაბუჟება, მგრძნობელობის გამოვარდნა, ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე, კუნთის პათოლოგიური დაღლილობა, გაორება, სისუსტე განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. შესაძლოა იყოს ქუთუთოს ჩამოშვება, ტკივილი რადიკულოპათიური სიმპტომატიკა ძალიან ისეთი არის, მრავალფეროვანი არის. მაგიხსენებთ? დიაპაზონი ფართოა, მაგრამ მეორესფრივ პაციენტებმა თავადაც შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება თქვენთან კვლევის ჩატარებაზე. და სულ ბოლოს, როგორ უნდა ჩაეწეროს თქვენთან პაციენტი? ეს ორგანიზაციული თემაა თითქოს, მაგრამ მენეჯმენტის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენთან ამ ხრივა ძალიან კარგად არის საქმე დაყენებული, ვთქვათ ეს მუდმივი რიგებში დგომა ყველა აქედან გამომდინარე ნერვიულობით და იმ შედეგით უსიამოვნო პროცესით, ვთქვათ თავიდან აცილებულია. ხომ როგორ ხდება ეს ყველაფერი თქვენთან? ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული სერვისი არის აღჭურვილი, რათა პაციენტს მოემსახუროს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, მათ შორის დასვენების დღეებშიც. პაციენტებმა მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ზოგიერთი მუშაობს და არ აქვს დაკავებული რეჟიმის პირობებში. პაციენტებმა უნდა დაარეკონ ცხელხაზზე 577-119-119 ჩაეწერონ წინასწარ, რათა თავი ავარიდოთ რიგს. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სასიამოვნოა. ალბათ სწორედ ეს ყველაფერი აი ესეთი დაყენება საქმისა არის გარანტი და საბოლოოდ იმ შედეგის, რომელიც ახეზეა, ხომ? მართლაც გამართული მუშაობა, აბსოლუტურად სწორად დაყენებულია ეს მართვა, კომფორტი პაციენტებისთვის და კომფორტი ექიმებისთვის. ბუნებრივია, ხომ? კომფორტში მყოფი პაციენტი ეს თავისთავად ექიმის კომფორტია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მსმენელს კი შევახსენებ, რომ ჯანმრთელობაზე საუბრის მარათონი ტრადიციულად ტელეკომპანია პულსის ეთერში გაგრძელდება, ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად ჯანმრთელობის ტალღაზე, იფიქრეთ და ისაუბრეთ ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობას გისურვებთ კარგად და ჯანმრთელად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. გაქვთ კითხვები ჯანმრთელობის შესახებ? გსურთ პროფესიონალ ექიმთან კონსულტაცია? გადაცემა პულსი სწორედ თქვენთვისაა. რადიო ფორტუნა და კომპანია ავერსი წარმოგიდგენთ გადაცემას პულსი. თიკო დაბრუნდაშვილთან ერთად. იყავით ჩვენთან ერთად და მიიღეთ კომპეტენტური პასუხები თუ რჩევები. პულსი ფორტუნას ეთერში.